მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ მოგწერთ ძალიან მალე. დღეს ამ პოზიციაზე გავშალოთ, დავალაგებ ახლა პოზიციებს. სიყოს პირველი, მეორე და მესამე. ვირჩევთ კარტს ინტუიციურად. შეგიძლიათ საყვარელი ციფრის მიხედვითაც აირჩიოთ პოზიცია. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ, უსმენთ. და ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესენჯერზე. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციით და ვნახოთ, ვინ მოგწერთ ძალიან მალე. თქვენთან კონტაქტზე გამოვა პიროვნება, რომელსაც ახასიათებს გრძნობების კონტროლი, რომელსაც ახასიათებს ყველაფრის გათვლა, რაღაც მნიშვნელობის მინიჭება, დეტალებს ძალიან ღრმად უკვირდება და ძალიან ცდილობს და უკვე გამომუშავებული აქვს ის უნარი, რომ ან ზედმეტი არის საუბროს, ან შეკითხვაზე პასუხს თავი არიდოს, თუ მისთვის მიუღებელია რაღაც შეკითხვა. ძალიან ფრთხილი ადამიანი, რომელსაც აქვს შინაგანი ძალა და დიდი დისციპლინა. და აქ მე ვხედავ, რომ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს გარკვეული სახის გრძნობები, ზოგის შემთხვევაში ეს არის სიყვარულიც, მაგრამ რაღაც თავს იკავებს ან ამწუთას ამ გრძნობებს თითქოს არაჩვენებს ან მოზომილი რაღაც სიფრთხილით საუბრობს ხოლმე თქვენთან. ან მოდის აქ ადამიანი, რომელსაც თქვენთან მიმართებაში აქვს მუდმივად ის თავდაცვის მექანიზმი ჩართული, რომ თავისი ემოციები, სიტყვები და შეგრძნებები აკონტროლოს. ეს ადამიანი მოგწერთ, რადგან გადაჭრას რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთან, ან რაღაცას წერტილი დაუსვას თქვენ შორის არსებულ გაურკვევლობას ან სიტუაციას. სხვათა შორის შეიძლება თვითონ რაღაც არ ახასიათებს, რომ ბოლომდე გაგეხსნათ და თავისი ემოციები ესე გადმოფინოს, მაგრამ თქვენგან თითქოს მეტ კონკრეტიკას და მეტ დადასტურებას არის მიჩვეული, ან ითხოვს, ან მოითხოვს ახლა, რადგან აქ მოდის რაღაც მისი ტონი, როდესაც ადამიანი რაღაცის გარკვევას და რაღაცაში ბოლომდე ესეთი დაბეჭდებითი პასუხის მიღების სურვილი ექნება და რაღაცას ასეთ თემაზე მოგიწევთ მასთან საუბარი. არ არის გამორიცხული, რომ აქ პიროვნება მოიმიზეზოს რაღაც საქმიანი წერილი ან ყველაფერს ფორმალური სახე მისცეს, მაგრამ რეალურად თქვენი ხმა მოენატრა, თქვენი SMS-ები მოენატრა, თქვენთან დაახლოებას რაღაც ფორმალური სახით შეიძლება შეეცადოს. და ყველანაირად ეცდება, რომ თავისი წერილი იყოს გრძნობებს მოკლებული და ხისტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამავდროულად, ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ის უყურადღებოთ არ დატოვოთ და ისევ რაღაცნაირად თქვენს სივრცეში ყურადღების ცენტრში მოექცეს და დღის მანძილზე შეიძლება ძალიან ბევრიც იფიქროთ ამ ადამიანთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით პირველებო. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ მეორე პოზიციაზე კარტი რას გვეტყვის.
ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე? აქ მოდის პიროვნება, რომელმაც თავისი ქცევით თუ თქვენთან წამოწყებული ასე ვთქვათ, დიალოგის მანერებით რაღაც დისტანცია დაიკავა. ანუ შეიძლება რაღაცა უფრო თბილი ურთიერთობა გქონდათ ადამიანთან და უცებ რაღაც ბარიერები გაჩნდა, ხელოვნური დისტანციები გაჩნდა, ან ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბევრს კონტაქტობდით, თითქოს ნელ-ნელა თქვენი ურთიერთობა უკუსვლით წავიდა, რაღაცაში უკან დაიხია, რაღაცაში ჩაიკეტა, რაღაცაში ესეთი გახსნილი აღარ იყო და რაღაც პიროვნებასთან, რომელთანაც ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ახლა ეს ურთიერთობა არის ცოტა დისტანციური და ისეთი ხარისხი აღარ აქვს ხომ, როგორც ადრე გქონდათ, აი ესეთი ადამიანი გამოდის კონტაქტზე. კიდევ შეიძლება ამ პიროვნებამ ახსნას თუ რატომ იქცევა ასე, ან გაგიმშხავნოთ, რომ რაღაცაზე ნაწყენი არის, ან თქვენც უთხრათ თქვენი, ასე ვთქვათ, გულის ტკივილი. ანუ აქ არის რაღაც დისტანციასა და ურთიერთობაში ყურადღების დეფიციტის გარკვევის საკითხები, თუ რატომ მოხდა თქვენს ურთიერთობაში აღნიშნული ფაქტი, ხო, ანუ რაღაცა ფაქტის წინაშე დგახართ პიროვნებასთან და მოდის ამ სიტუაციის გარკვევა. თუ ახლა თქვენ გაქვთ ესეთი სიტუაცია, რომ პიროვნებასთან, რომელთანაც ახლა ურთიერთობა გქონდათ, გადაწყვეტეთ, რომ უთქმელად ცოტა უკან წახვიდეთ და ჩამოშორდეთ, შეიძლება ამ ადამიანმა მოგწეროთ, რომ აი ისი აღარ მაქცევ ყურადღებას და რაღაცნაირად შეეცადოს, რომ ეს სიტუაცია აუხსნათ თუ რა გწყინთ და რატომ მოხდა ეს, თუ პირიქით თქვენ გაქვთ ეს სიტუაცია, რომ ესეთი ადამიანი ყავთ, რომ უკან წავიდა და აუხსნელად რაღაცნაირად დისტანციაზე გავიდა, შეიძლება თქვენ ვეღარ მოითმინოთ და შეეკითხოთ თუ რაშია საქმე. Ну, რეალურად მე ვხვდები, რომ აქ ეს ურთიერთობა თქვენთვისაც ძალიან ძვირფასია და ამ პიროვნებისთვისაც ძალიან ძვირფასი არის და ისევ ერთმანეთს თუ სასიყვარულო თემა არის, გრძნობებით უყურებთ და თუ მეგობრული საკითხი არის, ისევ გიყვართ და პატივს სცემთ ამ ადამიანს და მე ვფიქრობ, აქ შეიძლება შერიგდეთ და დაალაგდეთ და აი ეს გაურკვეველი ბარიერი თუ წყენის ფაქტორები გადალახოთ და აი ამ დიალოგმა ძალიან ბევრი რაღაც შეცვალოს, გამოიწვიოს თქვენშიც რაღაც დადებითი ემოციები, ამ პიროვნებაშიც დადებითი ემოციები გამოიწვიოს და ის რაღაცა გულის ტკივილები განიკურნოს და ისევ რაღაცნაირად დაახლოვდეთ და ჩვეულ რითმს უბრალოდ დაუბრუნდეთ და ჩვეულ, ასე ვთქვათ, ემოციებში და ურთიერთობაში დაბრუნდეთ, რადგან აქ ნამდვილად არის ერთმანეთის პატივისცემა. იცით რა არის, აქ არის დამოკიდებული ურთიერთობა აღდგება და გამოსწორდება თუ არა, არა იმ ფაქტორზე, რომ თქვენ ისევ გინდათ თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან სურვილი დიდი არის და მოგწონთ ამ პიროვნებასთან ყოფნა და ამ ადამიანსაც ისევ ემოციური ფონი აქვს თქვენს მიმართ. უბრალოდ აქ არის დამოკიდებული თუ თქვენს კომუნიკაციურ უნარებს ორივე თქვენთაგანი როგორ გამოიყენებთ და ამ შემთხვევაში უთქმელობის მაგივრად სათქმელს იტყვით სწორად, არა ძალიან ესეთი უხეში ტონით, არამედ რაღაც ზრდასრული ადამიანები, რომლებიც კომუნიკაციის გზით გადაწყვეტენ რაღაც ისეთ პრობლემას, რომლის გამოც არ უნდა გაფუჭდეს, ვთქვათ, კარგი ან წლებით ნაშენები რაღაც მნიშვნელოვანი ემოციური ურთიერთობა. აი აქ კომუნიკაციის უნარებზე და თქვენ სათქმელის ტონზე და სიტყვა-პასუხზე არის დამოკიდებული თუ როგორ წავა თქვენი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის გადარჩენა, მაგრამ აქ ჩემი ინტუიციითაც და კარტისყობითაც არის ძალიან დიდი შანსი, რომ ამ პიროვნებასთან ურთიერთობა საბოლოოდ დაალაგოთ კარგი კუთხით. დაგემშვიდობებით, მეორეებო. და ახლა გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციაზე და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში მესამეებო რას გვეტყვის კარტი. ვინ მოგწერთ ძალიან მალე?
აქ მხოლოდ ერთი ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, აქ ხედავ, რომ რამდენიმე ადამიანი ერთდროულად გააქტიურდება თქვენი მისამართით, აქ არ არის მეგობრული სიტუაცია, მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ფლირტიანი SMS-ები, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ერთდროულად გააქტიურდებიან და ერთდროულად იქნებიან დაინტერესებული, რომ მოგხიბლონ, რაღაცა სიყვარულო SMS-ები შეიძლება მიიღოთ, ან რაღაცა ესეთი აგრესიული უხეში ფლირტი წამოვიდეს, როდესაც ადამიანები უკვე აღარ მალავენ თქვენს მიმართ დაინტერესებას, ხო? მოდი კიდევ გავარკვიოთ. მე ვფიქრობ, აქ შეიძლება იყოს ესეთი სიტუაცია, რომ არის ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია გიყურებთ, გეგმებს აწყობს, დიდი ხანია ცდილობს, რომ რაღაც გითხრათ, თქვენ შეიძლება ამჩნევთ, რომ ვიღაცას მოსწონხართ, გაბედოს და მოგწეროთ და ესე ხუმრობაში გეგმა განახორციელოს და დაგიახლოვოთ და უკვე ფლირტიანი ურთიერთობა დაიწყოთ, ან შეიძლება იყოს აქ ესეთი სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ადამიანი ასე ვთქვათ, თქვენს სოციალურ გვერდს ძალიან აქტიურად აკვირდება და აკვირდება როგორ რომ აი ვთქვათ ორი თაყვანისმცემელი ყავთ ამ ერთმაც იცის მეორეს შესახებ, მეორემაც იცის ამ პიროვნების შესახებ და ერთმანეთს გადამოწმებას უკეთებენ თქვენ სოციალურ გვერდზე თუ ვინ უფრო მეტად იაქტიურებს ან თქვენ რომელთან უფრო გექნებათ კარგი ურთიერთობა, რაღაც შეიძლება ესეთი სიტუაციაც იყოს. ვინ მოგწერთ ძალიან მალე. ნუ აქ თქვენ ესე უკვე ხვდებით ან უკვე გაქვთ რაღაც წარმოდგენა ამ ადამიანებზე ან ადამიანზე, ვიზეც ახლა არის საუბარი, რადგან შეიძლება ახლა ესეთი აქტიური კომუნიკაცია არ გაქვთ ამ ადამიანთან, მაგრამ აი რაღაცა გრძნობთ, რომ ვიღაც აქტიურად გიყურებთ, ვიღაც აქტიურად ან ფოტოებს გილაიქებთ, ან თუ სადმე ყოველდღე დადიხართ, იქ მზერას გაყოლებთ ეს ადამიანი და უკვე მოქმედებაზე გადმოვა. კი, ეს არის ძალების მოკრებვა და ის რისი განხორციელებაც უკვე ფიქრში დიდი ხანია აქვს და უნდა, უბრალოდ ამას განახორციელებს და თქვენთან მოვა. დაძლევს თავის, ასე ვთქვათ, შინაგან სიმძიმეებს, მოიკრებს ძალებს, აიღებს პასუხისმგებლობას, გადმოვა პირდაპირ კონტაქტზე. აღარ დამალავს თავის, ასე ვთქვათ, სიმპათიას. აქ რაღაცა გამჟღავნება მოდის ადამიანისგან და აქ მოდის ურთიერთობის დაწყების შემოთავაზება და შეიძლება პირდაპირ შეხვედრა ან რაღაც შემოთავაზებებით და აქტიური, ასე ვთქვათ, რომანტიკული საკითხებით შემოიჭრას თქვენს სივრცეში ეს ადამიანი. მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ყველას გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.